ეს არის Rolex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არბიტრაჟის დებულებებზე. სწორად ჩამოყალიბება თავიდანვე. არბიტრაჟის ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შედგენილი შესაბამისი დებულება. უფრო სწორად ჩამოყალიბებული დებულებები იწვევს დაყოვნებებს, პროცედურულ დავებს და ზოგჯერ ვეღარ ასრულებულ გადაწყვეტილებებს. კარგად შედგენილი დებულებები უნდა მოიცავდეს არბიტრაჟის ადგილს, ანუ შეიძლება იყოს ლონდონი, სინგაპური, პარიზი, მოქმედ წესებს, არბიტრაჟების რაოდენობასა და მათი დანიშვნის წესს, საქმის წარმოების ენას. თუ ეს ელემენტები არ არის განსაზღვრული, მაღალია რისკი, რომ მთავარი საქმის დაწყებამდე გაჩნდეს დამატებითი ძვირად ღირებული დავები. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა სასამართლოსაც მოუწიოს დებულების განმარტება. ძლიერი და ნათლად ჩამოყალიბებული არბიტრაჟის დებულება უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას და თავიდან იცილებს სასამართლო ქაოსს. თუ კონტრაქტის გაფორმების პროცესში ხართ, ან არსებული დებულებების გადახედვა გსურთ, დაუკავშირდით Rolex Solicitors. ჩვენ შევიმუშავებთ, ან გადავამოწმებთ თქვენს არბიტრაჟის შეთანხმებას და დავადასტურებთ, არის თუ არა იგი სამართლებრივად აღსრულებადი საერთაშორისო დონეზე. თუ კი ეს დროის ბომბს გავს.